ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტები საქართველოს ქალაქებში ღია ცის ქვეშ გაიმართა. საღამო ფოიერვერკით დასრულდა. ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ძვირფასო ქართველებო, ახლა სცენაზე ვთხოვთ უწმიდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმატებულებაო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ხალბატონებო და ბატონებო. ეს არის ბედნიერი დღე. საქართველოს, სრულიად საქართველო და ყოველი ქართველი და მკვიდრნი საქართველოისანი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ როგორც არადროს ვახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ჩვენი ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა აი ამ ბედნიერი დღისათვის. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ საზეიმო კონცერტს უერთდება საქართველოს დელეგაცია ბრიუსელიდან, პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. გთხოვთ ბატონებო. და რა თქმა უნდა გვერდება საქართველოს პრეზიდენტი ბატონი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი. მივესალმოთ მათ. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მივესალმებით თელ საქართველოს. მივესალმებით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მივესალმებით ჩვენ საფხაზ და ოზმებს. ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ყველას მოგილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ დღეს. ეს არის დღე, რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება. და ეს არის დღე, რითაც ჩვენ ქართველები მრავალი ხნის მანძილზე აუცილებლად ვიამაყებთ. ეს არის დღე და ეს არის გამარჯვება, რომელიც ეკუთვნის ჩვენს დიდ წინაპრებს. ვინაიდან ეს არის საქმე, რომელიც სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების სამოწყებულია. ეს არის ჩვენი დიდი მეფეების. ეს არის დიდი ილიას, ვაჟა-ფშაველას. ეს არის ჩვენი დიდი ქართველების საოცარი დღე.
და საოცნებო დღე. ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. მე მინდა დღეს მთელ საქართველოს მიულოცო ის გამარჯვება, რომელსაც ერთად მივაქციეთ. მე მინდა მიულოცო ასევე ჩვენ ძმებს უკრაინაში, ჩვენ ძმებს მოლდოვაში და მივესალმოთ მათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მოგესალმებით, ქართველო ევროპელებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ იმას, რომ ასრულდა მრავალი თაობის ქართველთა ოცნება და საქართველო არის თავისუფალი, მან გააკეთა თავისუფალი არჩევანი და გადადგა ნაბიჯი ევროპისაკენ.